სოფლის მეურნეობის მიმდინარე პროგრამები მუნიციპალიტეტში. გურჯაანის დელეგატის ბიუროს წარმომადგენლის ილია საყვარლიშვილის ინფორმაციით, პროექტები ძირითადად ნერგების გაშენებას, მოსავლის ასაღები, ტექნიკური საშუალებების შეძენასა და სამრეწველო ინდუსტრიულ მიმართულებებს ეხება. სახელმწიფო პროგრამები აქტიურად მიმდინარეობს. იწყება წლის დასაწყისიდან და გრძელდება წლის ბოლომდე. ამ ეტაპისთვის ჩართულია 43-მდე პროგრამა, რომელიც მუშაობს როგორც აწარმოების საქართველოს მიმართულებით, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართულებით. ეხლა იწყება კიდევ დღეს ახალი პროგრამა, ეს არის მერძევეობის განვითარება, თუმცა სამწუხაროდ ჩვენი მუნიციპალიტეტი არ არის გათვალისწინებული, მაგრამ სადაც არის მაღალმთიანი დასახლებები და აქეთ ამ შემთხვევაში რეგიონები შეუძლიათ რომ ისარგებლონ ამ პროგრამით. პროგრამები ეხება თითქმის ყველა მიმართულებას, მათ შორის ეს არის დაბალპროცენტიანი საკრედიტო, ასევე საგრანტო მიმართულება, იქ ექნება ეს ნერგების გაშენება თუ მოსავლის ასაღები ტექნიკის შეძენა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ნებისმიერი საქმიანობა, რაც შეიძლება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სამრეწველო ინდუსტრიული მიმართულებით გააკეთოს. მათ შორის არის ასევე აწარმოების საქართველოს პროექტი, რომელიც მუშაა და შეუძლიათ ისარგებლო მრავალშვილიანებისთვის სახლების შეძენის სუბსიდირებაზე თბილისში, რო იყიდონ ეს პროგრამაც აქტიურად მუშაობს. მომართვიანობა ყველაზე აქტიურად მაინც ჩვენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს, იმიტომ რომ მოგხსენებათ აგრარული მუნიციპალიტეტი ვართ, ეს არის ნერგების გაშენების მიმართულება და ენერგიომამულის პროექტის ფარგლებში და ასევე არის მაღალმთიანებზე, რომელიც ახლა დასრულდა გუშინ იყო გამოცხადებული, აქაც საკმაოდ აქტიური მოთხოვნა იყო მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მქონე მოქალაქეებიდან, ვინც იქ ცხოვრობენ. ან ვისაც უბრალოდ სურდა რომ იქ გაეკეთებინა ეს კონკრეტული თავისი ბიზნეს საქმიანობა. დანარჩენი ჩვენ მზათა ვართ ისევე როგორც ტრადიციულად, როგორც წინა წლებში, ასევე წელსაც ნებისმიერ სურვილს გაუწევთ დახმარება, კონსულტაცია და დავაკვალიანოთ, რომ შეძლოს ამ სახელმწიფო სიკეთეებით სარგებლობა.